ნახატები ბიბლიურ თემებზე. ამ სახელწოდების კონკურსის დასკვნითი ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა. წელს პროექტში 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდა და ფინალურ ტურში 104 მონაწილე გადავიდა. დღეს გამარჯვებულები გამოავლინეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეებს კი სიგელები გადაეცათ. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში კონკურსის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ყოველ წელს ხორციელდება. ყოველწლიურად ტარდება ეს კონკურსი, ქონდა მცირეოდენი შეფერხება პანდემიის დროს და ისევ გრძელდება ეს კონკურსი ნახატები ბიბლიურ თემებზე, სადაც ბავშვები სიუჟეტებს ირჩევენ და მე იმ სიუჟეტების მიხედვით ხატავენ თავის ნამუშევრებს და შემდეგ არის გამოფენა. ასეთ დღესასწაულებს ყოველთვის ჩვენ ვატარებთ დაახლოებით აი ასე უწმინდესის აღსაყრების დროსთან ახლოს და ვუძღვნით ჩვენს უწმინდეს პატრიარქს ულოცავთ 47 წლის აღსრულებას მისი მსახურებისა და კიდე მრავალი წელი ემსახუროს ჩვენი ერისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის. მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი ასე ვთქვათ კონკურსის შემაჯამებელი დღე იყო დღეს და გამოვარჩიეთ ესე იგი 3 ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულები მესამე, მეორე და პირველი ადგილი და დაჯილდოვდნენ ისინი ვაუჩერებით სამხატვრო მაღაზიაში შეუძლიათ აიღონ გარკვეული რაოდენობის თანხის საჭირო ნივთები, რაც ესე იგი მათ გამოადგებათ აი ამ საქმიანობაში. მინდა ვთქვა, რომ ეს კონკურსი ემსახურება წმინდა წერილის შესწავლას აი ესე მხატვრული სახით და ბავშვები ეცნობიან წმინდა წერილს და ამის შედეგად შემდეგ ხატავენ თავის წარმოდგენით, როგორც წარმოუდგებათ აი ამ ბიბლიურ სიუჟეტებს და ძალიან საინტერესო ნახატები აქვს ხოლმე. მერთმა გაგვაძლიეროს ჩვენ ერთად და გაამთლიანოს და დაამწყნაროს ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ჩვენ უწმინდეს თხოვთ ლოცვა კურთხევას და დიდხანს სიცოცხლეს. წლებია იმართება კონკურსი ბიბლიურ თემებზე შესრულებულ ნახატებთან დაკავშირებით და ეს კონკურსი გამოცხადდა შემოდგომაზე და მიიღო მონაწილეობა როგორც თბილისის, ისე საქართველოს რეგიონებიდან სკოლების წარმომადგენლება 3 ასაკობრივ ჯგუფში. თემები წინასწარ იყო დარიგებული და დღეს არის შემაჯამებელი ფინალური შეხვედრა, სადაც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სკოლის მოსწავლეებს გადაეცემათ საპატიო სიგელები. მარტო ეს არა, სპეციალური ვაუჩერები, რითაც მათ შეუძლიათ სპეციალურ მაღაზიებში შეიძინონ ხატვასთან დაკავშირებული საჭირო ნივთები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ სკოლის მოსწავლეები ეუფლებიან ისეთ ხელოვნებას, რაც დაკავშირებულია ბიბლიურ სიუჟეტების გამოხატვასა. ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მათ გონებაში და მათ გულში მთელი ცხოვრების განმავლობაში აისახება და ყველაზე მთავარი, მათ გაუჩნდებათ სურვილი, რომ კვლავ გააგზავნონ ამ მიმართულებით მოღვაწეობა. დღეს აქ არის დიდი ზეიმი, ეს ზეიმი ასევე უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციიდან 57 წელს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი შტრიხი მის მიერ გავლილი მოღვაწეობისა, ჩართულია მთელი საპატრიარქო, ჩართულია სკოლები ამ ღირსშესანიშნავ მოვლენაში, რასაც ქვია კონკურსი ბიბლიურ ნახატებთან დაკავშირებით. მე ძალიან მომეწონა ბიბლიური თემების დახატვა. პირველი ადგილი მოვიპოვე და 14 ბიბლიური თემა მაქვს დახატული. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს. მერი დავითაშვილი, რჩეული ნაწარმოებები. ამ სახელწოდების კრებულის წარდგინება საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. სანოტო გამოცემა კომპოზიტორ მერი დავითაშვილის დაბადებიდან 100 წლის თავს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა. შემოქმედებით საღამოზე კომპოზიტორთა კავშირის მიერ დაარსებული მერი დავითაშვილის პრემია კომპოზიტორ კახა ცაბაძეს გადაეცა.
ვიმყოფებით კრებულის პრეზენტაციაზე, რომელიც 4 ტომს მოიცავს და მასში შესულია გაერთიანებული ქალბატონ მერის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები, სხვადასხვა ინსტრუმენტისთვის. ეს გამოცემა მნიშვნელოვანია როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის და მოვლაპატრონობისთვის, კერძოდ მუსიკალური მემკვიდრეობის, ასევე საშემსრულებლო ხელოვნების და შემსრულებელთა პოპულარიზაციისთვისაც. ყველანაირი ჟანრის ნაწარმოებები აქვს მოცემული და ეს დაურიგდება ახლა მუსიკალურ სკოლებს, კონსერვატორიაში დარიგდება. ყველა მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება რომ გაეცნონ ამ ნოტებს, რომ ფაქტიურად ამითი ხელმძღვანელონ და შეასწავლონ ეს მუსიკა. მოვიფიქრეთ ესეთი ამბავი, რომ წელს დაგვეფუძნა მერი დავითაშვილის სახელობის პრემია. რომელიც ეძღვნება 100 წლის თავს რასაკვირველია და პირველი ლაურეატი ამ პრემიის გახდა კახა ცაბაძე, კომპოზიტორი, ადამიანმა, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა მერი დავითაშვილის აი ამ წლის საკმაოდ ისეთი წარმატებულად განხორციელებაში, უპირველეს ყოვლისა ეს 4 ტომეულის გამოსვლაში. იდეა კრებულის გამოცემისა მარტო ჩემი არ არის, ეს ცითრა საჭიროება მოიტანა და დრომ მოიტანა, რომ გაგვეკეთებინა თავი მოგვეყარა ქალბატონი მერის შედევრებისთვის პირდაპირ ვიტყვი. და ვეცადეთ რომ 4 ტომში ჩაგვეტია, კიდე დაგვრჩა რაღაცები, ალბათ იმასაც გამოვცემთ მერე. რაც შეეხება ხა პრემიას, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. იმიტომ რომ ქალბატონი მერი იყო არა მარტო ჩემთვის, მე მგონი ძალიან ბევრისთვის გზის გამკვალავი, მასწავლებელიც, თავისი თვისებებით. აი ახლა ფილმს უყურებდი და თქვა რომ კომპოზიტორი ის არის, ვიც აორკესტრებს, ვიც ყველაფერს თვითონ აკეთებს, არის პროფესიონალი და მთელი ცხოვრება ვცდილობდი რომ პროფესიონალი ვყოფილიყავიო და მისი ეს სიტყვები ჩემთვის ბავშვობიდან შემიძლია ვთქვა რომ არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი და დასამახსოვრებელი და გზის გამკვალავი. ყელის ტკივილი ყველას გამოუცდია. სპეციალისტების განმარტებით მას უმთავრესად ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები იწვევს. თუმცა შესაძლოა მის განვითარებაში თავისი წვლილი ალერგიამაც შეიტანოს. გაციებით ან გრიპით გამოწვეულ ზომიერ ყელის ტკივილს ამსუბუქებს ბევრი სითხის მიღება, თბილი ჩაი, ინჰალატორის ან ჰაერის დამატენიანებლის გამოყენება, დღეში რამდენჯერმე, ყელში თბილი მარილიანი წყლის გამოვლება და მედიკამენტები. სპეციალისტების განცხადებით, ყელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად ადამიანი უნდა მოერიდოს მოწევას და მეორეულ კვამლს, ასევე საწვავის წვის შედეგად ჰაერში გამოფრქვეულ ნაწილაკებს და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს. ადამიანმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები. როდესაც ყელის ტკივილი ძლიერია, 5-10 დღეზე მეტია გრძელდება და ვერ უკავშირებთ ალერგიას ან რაიმე ნივთიერებით გაღიზიანებას, ექიმს უნდა მიმართოთ.